ჩვენს ქვეყანაში ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები ყველა მიმართულებით. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რასაც ჩადის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა მიმართულებით აქვს გახსნილი ფრონტი ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ და მართლაც უსაშინლეს პერიოდს, უჯოჯოხეთურეს პერიოდს გავდივართ ახლა ჩვენ. მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ გარშემოც მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ეგზისტენციურად საინტერესო, ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მაინც. და ერთ-ერთი ასეთი პროცესი კი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, გაგიკვირდებათ და გასაკვირველია უკრაინა, არ ვკაბათობთ, უკრაინაში მიმდინარე ომი, მაგრამ ამავდროულად პარალელურად პროცესები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარდება და ამ საკითხზე ირანში მიმდინარე პროცესებზე, იმაზე რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ აღმოფხვრა, ვერ დაასრულა პრობლემა, ვერ აღმოფხვრა პრობლემა, ამაზე ყველა ლაპარაკობს და ვინც ის ლაპარაკობს უფრო ხშირადაც კი, ვიდრე მსოფლიოში, ვიდრე ლაპარაკობენ ეს მიმომხილველები, ეს პირები, კვალიფიციური პირები, ვიდრე ლაპარაკობენ უკრაინაზე. უკვე დღეს წოდნა მოგვიანებით თბილისის დროით, კონკრეტულად კი შეერთებული შტატების დროით საღამოს 9 საათზე პრეზიდენტი ტრამპი მიმართავს ერს და ანუ ამერიკულ საზოგადოებას და ამბობენ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მიმართვა იქნება, მაგრამ გუშინ 31-ში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერთ-ერთ ინტერვიუში მარკო რუბიო მახსნა ძალიან მარტივი, მოდი ვიტყვი ასე, და ძალიან საინტერესო აქცენტები დასვა, გააკეთა, ახსნა რა ხდება ახლა რეგიონში. მისი თქმით, ირანი უბრალოდ კი არ ვითარებდა საკუთარ სამხედრო პოტენციალს, არამედ ის ცდილობდა, რომ გარდაქმნილიყო რეალურ გლობალურ ძალად და საფრთხედ მთელი მსოფლიოსათვის, მათ შორის გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციული იმ პარტნიორებისათვის, ევროპის, ნატოს წევრ სახელმწიფოებს გულისხმობ, რომლებიც როგორც მეც ხვდები, როგორც მეც ვაანალიზებ, ბოლომდე კარგად ვერ გრძნობდნენ და ვერც გრძნობენ საფრთხეებს, რომლებიც მოდიოდა და მოდის ირანიდან და მარკო რუბიო ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ტრამპმა ითამაშა დასწრებაზე და დამოუკიდებლად იმისა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები პრინციპში მაინც არ უჭერდნენ მხარს მაშინ და არც ახლა უჭერენ და ეს ტრამპს ფრიად აჯავრებს, მიიღო გადაწყვეტილება ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურების თაობაზე. რუბიო ამბობს, რომ ირანი მიდიოდა იქამდე, რომ გარდაქმნილიყო რეალურ გლობალურ ძალად საფრთხედ მთელი მსოფლიოსათვის. რაღაც ასე ამბობს, ჩრდილოეთ კორეის მსგავს სახელმწიფოთ ოღონდ კიდევ უფრო ფანატიკური ხელმძღვანელობით. ჩრდილოეთ კორეა საშინელი სახელმწიფოა, ცხადზე ცხადია, მაგრამ ის ეგზისტენციური საფრთხეა უფრო სამხრეთ კორეისათვის თუ მაინც და მაინც. აი, ირანი მიდიოდა იმისაკენ, რომ გარდაქმნილიყო საფრთხედ ევროპის კონტინენტის ცალკეული სახელმწიფოებისათვის, საზოგადოებებისათვის, ქვეყნებისათვის და ამაზე ამახვილებს ყურადღებას მარკო რუბიო. რუბიოს თქმით, ირანის ოფიციალური პირები, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრი არახჩი, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე კვირის წინ, როგორც ჩანს იგულისხმება მაინც 28 თებერვლამდე არსებული ვითარება და განცხადებები არახჩისა. ეს არახჩი ამბობდა, რომ ირანს არ ჰქონდა რაკეტები, რომლებიც შორ მანძილზე მიფრინავს 2000 კილომეტრი მანძილზე და კიდევ უფრო დიდ მანძილზე და ირანი ამბობდა არახჩის პირით, რომ ყველაფერი მხოლოდ თავდაცვისთვის კეთდებოდა, ირანის თავდაცვისთვის და არა თავდასხმისთვის. თუმცა უკვე შემდგომ რუბიოს თქმით, ირანმა აღიარა და გაუშვა 2 რაკეტა ამერიკულ სამხედრო ბაზა დიეგო გარსიაზე, ინდოეთის ოკეანეში. ეს არის ირანიდან დაახლოებით 4800 კილომეტრში. ერთი რაკეტა მიზნამდე ვერც მივიდა, არ ამოქმედდა და მეორე რაკეტა კი ჩამოაგდეს, მაგრამ თავად მცდელობა აი იმ სახელმწიფოსი, რომელიც თითქოს ორიენტირებული იყო მხოლოდ თავდაცვაზე, მცდელობა, რომ ამერიკული ბაზა ინდოეთის ოკეანეში დაებომბათ, უკვე მრავლის მთქმელი და მრავლის მეტყველია რუბიო განმარტავს ამ რაკეტებს
უკვე ახლა შეუძლიათ ან შეეძლოთ, მოდი ასე ვიტყვი, ევროპამდე მიღწევა, პარიზის, ლონდონის და სხვა დიდი ქალაქების დაბომბვა და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურების თაობაზე პრეზიდენტმა ტრამპმა. ირანის მიზანი კიდევ უფრო შორს მიდიოდა რუბიოს თქმით, საბოლოოდ ისეთი რაკეტის შექმნა უნდოდათ მათ, რომელიც ამერიკის კონტინენტურ ნაწილამდე მიაღწევდა აქ უკვე პირდაპირ საფრთხე ნიუ-იორკისთვისაც კი იყო, ვაშინგტონისთვისაც კი იყო და სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენებდა რაკეტებს ირანი, ის რომ მიგვეშვა, მისთვის ეს ყველაფერი რომ გვეპატიებინაო და ეს არსებითად ეს გეგმა ახლაც აქვს ირანს. ეს არის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, დასახელებულიც არის ICBM-ი, დაახლოებით 10,000 კილომეტრი, 6215 მილი და მეტიც შეიძლება, აი მარტივი არითმეტიკა ამას ბრძანებს მარკო რუბიო. რუბიოს თქმით, ირანს სურდა გამხდარიყო შემდეგი ჩრდილოეთ კორეა და უარესი და არა მხოლოდ ამგვარი ბომბი, არამედ რადიკალური შიიტური სასულიერო პირების ის რეჟიმი, რომლის ხელშიც იქნებოდა იარაღი, რომელსაც პირდაპირ შეუძლია დაემუქროს ევროპის კონტინენტის ცალკეულ სახელმწიფოებს, აგრეთვე შეერთებულ შტატებსაც. მათ უკვე დაამტკიცეს, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე იტყუებიან, ანუ მხოლოდ თავდაცვით იარაღს არ ქმნიან და მათი ქარხნებისა და რაკეტების წარმოების წინააღმდეგ კაცრი დარტყმების გარეშე ეს პროცესი გაგრძელდებოდა კიდევ დიდხანს და რომელიღაც ეტაპზე ირანი ამოქმედდებოდა კიდეც. მე პრინციპში ამას ვხსნი და რუბიოს ვეყრდნობი იმ ადამიანებისათვის, არის ეს ფიქრობ საინტერესო, რომლებიც სულ მუდმივად ამბობენ, ამახვილებენ ყურადღებას, რა უნდოდა, რას ერჩოდა ამერიკის შეერთებული შტატები და პრეზიდენტი ტრამპი ირანს და იმ ინფორმაციაზე აღარ ამახვილებენ ყურადღებას, იმ ამბავზე, რომ ეს კომპლექსური იერიშებამდე ცოტა ხნით ადრე ირანის რეჟიმმა 36,000-40,000 და ვინიც ის და მეტი მოქალაქეს კი დახოცა პროტესტის მონაწილეები, რომლებიც თეირანის და არა მხოლოდ თეირანის ქუჩებში გამოვიდნენ. ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი რასაკვირველია არის ნავთობი, რასაკვირველია არის ორმუზის სრუტე, რასაკვირველია არის ორმუზის სრუტის გაკონტროლების აუცილებლობა და არადატოვების აუცილებლობა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელში, მაგრამ ამავდროულად მესამე ფაქტორიც არსებობს, მესამე მიზეზიც არსებობს და ამ მიზეზზე ლაპარაკობს დღეს რუბიო, უბრალოდ გუშინი ლაპარაკა და დღეს ჩვენი დროით გვიან, ხოლო ვაშინგტონის დროით საღამოს 9 საათზე უფრო ფცლად, როგორც ჩანს, ისაუბრებს პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც კიდევ ვახსენებ ამ ვიდეო ბლოგში. მოკლედ, რუბიო ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ არ დააყოვნა და არ დაელოდა, სანამ გვიანი გახდებოდა, სანამ გვიანი იქნებოდა, გაიცა ბრძანება დაებომბათ ის და სწორედ ის ქარხნები, სადაც ეს რაკეტები იწარმოება. ახლა ბევრი ლაპარაკობს იმას, რომ ეს არის პრინციპში ტრამპის და შესაბამისი სხვა სამსახურების ერთგვარი სიჩქარე, სისწრაფე, გაუთვლელობა, კარგად არ იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი. მე ამ მოსაზრებას პრინციპულად არ ვეთანხმები, თუმცა მისი კრიტიკა, ტრამპის კრიტიკა რასაკვირველია, შეიძლება ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ ისი არ გამოუვიდეს ბევრ ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მიმომხილველ ექსპერტს, რომ გამოჩნდეს ბრძენ კაცად სხვის ომში, თითქოს ყველამ კარგად ვიცოდეთ, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა შეერთებული შტატები და ისრაელი, როდესაც ეს სამხედრო კომპლექსური ოპერაცია დაიწყეს და არ გამოირიცხება ისიც თქვენ, რომ მათ შორის პირველ ყოვლისა ორმუზის სრუტეში არსებული კუნძულების დაკავების მიზნით სახმელეთო ოპერაციაც. ამასთან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა შეიძლება დამატებით, თუმცა ყველაზე საინტერესო ან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ისიც, რომ ესე იგი Wall Street Journal-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები პირველად ემზადება, ყოველ შემთხვევაში Wall Street Journal-ის ცნობით, რომ სრულფასოვანი მონაწილე გახდეს ომში შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მხარეს. აბუ-დაბი ლობირებს გაეროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ამ ორგანიზაციის ეგიდით განხორციელდეს ეს ოპერაცია, თუმცა რასაკვირველია, კასტრირებული და არაფრის მაქნისი ორგანიზაციაა კონკრეტულად გაერო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა ორგანიზაცია, მეთქი ამასაც ხმამაღლა ვიტყვი, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მოკლედ არაბთა გაერთიანებული საემიროები Wall Street Journal-ის ცნობით პირველად ემზადება
რომ გაეროს უშიშროების საბჭოში გავიდეს ეს რეზოლუცია, თუმცა მაღალზე მაღალი ალბათობით აღაი უშიშროების საბჭოში გადის ეს რეზოლუცია, რომელიც ძალის გამოყენებით ორმუზის სრუტის გახსნის საშუალებას მისცემს ყველას, ვინც ამ ამბავში იქნება ჩართული. მაღალი ალბათობით ეს დაბლოკილი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მინიმუმ მიერ და გარკვეულზე მაღალი ალბათობით ჩინეთის მიერაც. ესე იგი ხო დარწმუნებული ვიყოთ ამაში პრინციპში 28 თებერვლამდე საემიროები ირანს აღიქვამდნენ როგორც რთულ მეზობელს, რომელთანაც შეიძლება შეთანხმება საუბარი, ამის შემდეგ რაც ირანმა მათი იმართულებით 2500-ზე ჩემთვისაც ცოტა ესეთი გასაოცარი რაოდენობა 2500-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, დაწვა სასტუმროები და აზიან აეროპორტები და მათი პორტში ტანკერს ცეცხლი წაუგიდა, ყველაფერი სამუდამოდ შეიცვალა. ირანის სტრატეგიამ დასაჯე მეზობლები, რათა მათ ვაშინგტონზე ზეწოლა მოახდინონ, საპირისპირო შედეგი გამოიღო და ახალი აქტიური მოწინააღმდეგე შეიძინა ირანმა ამის შედეგად. ამ კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მე თქვენის ნებართვით გადავალ პრეზიდენტ ტრამპის ცალკეულ მონათქვამებს გაგაცნობთ. პრეზიდენტი ტრამპი ტრადიციულად ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით კრიტიკით გამოირჩა ნატოს ალიანსის მიმართ. აქ მხოლოდ ნატოზეც არ არის საუბარი, პრინციპში ალიანსის წევრი პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ცხადია. ამერიკის შეერთებული შტატების აზრით და გააზრებით არაადეკვატურია, ამიტომ არაადეკვატურია ამ კონფლიქტში. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სერიოზულად განიხილავს, ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, მოდი მაინც ასე ვიტყვი, ნატოდან გამოსვლას, ნატოს მიმართ სიმპათიით არასოდეს ყოფილვართ განწყობილნი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი გაღალდის ვებხვიები იყვნენ და სხვათა შორის ეს პუტინმაც იცის, ამას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. კი სტარმერთან მიმართებაში ბრიტანეთის ეს მემარცხენე თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, გაერთიანებული სამეფოს მემარცხენე პრემიერ-მინისტრი ტრამპისეული გააზრებით, ვაშინგტონის გააზრებით, ალბათ ყველაზე არაადეკვატურია ამ ვითარებაში. ის ძალიან აგვიანებს რეაქციას და ძალიან არასწორ ტრამპის გააზრებით პოზიციას აფიქსირებს ხშირ შემთხვევაში, მას შეუძლია აკეთოს ის, რაც მოესურვება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი რაც სტარმერს სურს, ეს არის ძვირად ღირებული ქარის ტურბინები, ეგრეთ წოდებული ფრთიანები, რომლებსაც თქვენი ენერგიის ფასები ცისკენ მიაქვს. ტრამპი ისიც თქვენ, რომ არსებითად მოწინააღმდეგეა მწვანე ეკონომიკისა, მწვანე ეკონომიკისა. მარკო რუბიოს კიდევ ერთ განცხადებაც გაგაცნობთ ამ ასობაში, თუ მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც ნატოს ალიანსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ბაზები ამერიკის ინტერესების დასაცავად, მაშინ ნატო ცალხვრივი მოძრაობის გზა ყოფილა და პრინციპში მართალია მარკო რუბიო, აქ იგულისხმება ესპანეთის ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით და ყველაზე უფრო მკვეთრი, ყველაზე უფრო ანტიამერიკული, რომ ესპანეთი არ ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც საჰაერო ცას სთავაზობს უხსნის, არც იმ ბაზებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისა ესპანეთში და ამათი გამოყენების უფლებას არ აძლევს. ამიტომ არის გამკაცრებული ტრადიციულად ტრამპზე უფრო გაწონასწორებული სახელმწიფო მდივანი, მაშინ რატომ ვართ ნატოში, ისიც კითხულობს ამავე ინტერვიუში. სხვათა შორის შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა და იტალიამ შეერთებულ შტატებს საჰაერო ძალებს აუგრძალეს ქვეყანაში არსებული ნატო ამერიკის ავიაბაზებისა და მათი საჰაერო სივრცის გამოყენება ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისათვის. რუბიოს განცხადება ამას ეხება, ამაზე მინიშნება. მარკო რუბიო სხვა რამესაც ამბობს, ეს არის რეჟიმი, რომელსაც სათავეში უდგანან ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ მათი მოწოდება და ცხოვრების მიზანი სამყაროს აღსასრულის მოახლოებაა. აქ ლაპარაკობს სწორედაც, რომ ირანის თუნდაც ალი ხამენეის დანატოვარზე დარჩენილ წარმომადგენლებზე, ვინც ახლა მართავს ირანს, ჰორმუზის მართავს ისე როგორც შეუძლია. ჰორმუზის სრუტე ეს საერთაშორისო წყლებია, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ირანი კომერციული მიმოსვლის შესაფერხებლად განახორციელებს, უკანონოა. აქვე უნდა გავიხსენოთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წადით და წაიღეთ თქვენი ნავთობი, წადით და გაანთავისუფლეთ ჰორმუზის სრუტე, ნუ გველოდებით მხოლოდ ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფოგანა არა, მაგრამ ასე არ არის, რომ თან ელოდებოდეს შეერთებულ შტატებს და თან მეორე მხრივ არ ეხმარებოდეს, სულ მინიმუმ გონი თქვი ამაზე, იმის გამო იყო დასასჯელი ირანის ისლამური რესპუბლიკა და საერთოდ აღმოსაფხრელი გასანადგურებელია რთულია, არ ვკაბათობ, მაგრამ მაინც რაც სულ მინიმუმ იმიტომ, რაც უქნა მან
ამ რეჟიმმა საკუთარ მოქალაქეებს არ გამოდის, როგორც ჩანს ხოცხოში მოცემულ ეტაპზე, აი აპრილი დაიწყო, არ გამოდის ირანში ისეთივე სცენარის გათამაშება, როგორც სცენარის გათამაშდა მანამდე ცოტა ხნით ადრე ვენესუელაში და ესეც უნდა ვთქვათ, ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე გულახდილად გეტყვით, რომ არ მგონია, რომ შეერთებული შტატები დატოვებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვა, მაგრამ ის რომ ამ პარტნიორებს შორის აშკარად არ არის კარგი ურთიერთობები და ჩემი მოსაზრებით ევროპის სახელმწიფოების არაადეკვატურობის გამო ესეც ფაქტია, მე ვფიქრობ, რომ დიალოგი გარდაულად აუცილებელია, ეს დიალოგი შედგება, მათ შორის მარკო რუბიო იქნება ამ დიალოგის ერთ-ერთი ინიციატორი და ფიცხი ტრამპი ცოტა ჩაცხრება გარკვეული პერიოდის შემდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოგვარდება და თუ მოგვარდება და მოგვარდება აუცილებლად ორმუზის სრუტის პრობლემა, მაგრამ აი მოცემულ ეტაპზე კი ეს მდგომარეობა უცნობია, ხა ვიდეოსაც გაჩვენებთ, ხო, თარიღი, მოდიში ვიდეოსაც გაჩვენებთ, ცოტა არაფერი არ ჩანს პრაქტიკულად და აქედან გამომდინარე აზრიც არ აქვს. მოკლედ გავრცელდა ესეთი ვიდეო, როდის სამხედრო ბაზაზე რომ მიფრინდა ამ ირანელთა ბალისტიკური რაკეტა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე, თუმცა აფეთქების ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით სამალავში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცებიდან არც ერთი მათგანი არ დაღუპულა და არ დაშავებულა, ესეც უნდა ვთქვათ. უკრაინაც ალკე თემაა, რასაკვირველია და თავარი კითხვა ალბათ, რომ თავარი კითხვა როდის დაასრულებს შეერთებული შტატები ირანთან ომს და როგორ დაასრულებს, არსებობს ვერსია, რომელსაც მე არ ვეთანხმები, აქვე გეტყვით, რომ შეერთებული შტატები უკვე ახლავე გამოვა, მალევე გამოვა ამ სამხედრო ოპერაციიდან და ტრამპი იტყვის, რომ მე ყველა ამოცანა, რომელიც დავისახე, მე უკვე შევასრულეო ორმუზის სრუტის განთავისუფლების გარეშე. მე ამ ვერსიისა არ მჯერა, მედიის მეინსტრიმ საშუალებები კი აღწელებენ, მაგრამ მაინც არ მჯერა, გონია რომ ეს არის манипуляция, ფეიქი, არასწორი ინფორმაცია, არასწორი ანალიზით ვგნებავთ, რაც გნებავთ ის დავარქოთ, ყოველ შემთხვევაში ტრამპისაგან, ან ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლიანი პირისაგან ღიად ამგვარი განცხადება ჯერჯერობით, რამდენადაც მახსოვს არ გვსმენია, თუმცა ტრამპს აქვს ნათქვამი, თქვა, გუშინ იყო თუ გუშინ წინ, რომ 2-3 კვირაში დავასრულებთ ამ ომს და ამავდროულად ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი გავანადგუროთ, რაც იქ დარჩათ, რაც იქ გააჩნიათ, თუ ცხადია იგულისხმება ბასაჯის და აგრეთვე ირანის ისლამური გუშაქთა კორპუსის ინფრასტრუქტურა და მათი ძალაუფლების ცენტრები და როგორღაც უნდა აღმოიფრქვას, განადგურდეს, აღმოიფრქვას არასწორი სხვა, განადგურდეს, მიწასთან გასწორდეს, რომ ორმუზის სრუტე შეძლების დაგვარად განთავისუფლდეს, ჩვენ ძალიან მალე წავალთ, თუ საფრანგეთს ან სხვა ქვეყანას ნავთობის ან გაზის მიღება სურს, ისინი გაივლიან ორმუზის სრუტეს და თავადვე მოუწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვაქვს, ამას ამბობს ტრამპი, რომელიც იმასაც დასძენს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ნავთობი, თავისი ბუნებრივი აირი და ნავთობი საკმარისზე მეტი აქვს და პრინციპში არც უნდა ღელავდეს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ორმუზის სრუტეში და ამ ყველაფერს აკეთებდა, მათ შორის გლობალური მშვიდობის დამყარებისათვის, თუ ეს ასე მოხდა, ანუ ორმუზის სრუტის განთავისუფლების გარეშე გავიდა შეერთებული შტატები ამ სივრციდან და არიზრუნა ამ სივრცის დეისლამიზაციაზე, დეირანიზაციაზე და მართლა უსაფრთხოებაზე, მე გარწმუნებთ, რომ ამ გაუბადა ვიტყვი ამ ცოტაზე მეტად კასტრირებული ევროპის, იმპოტენტი ევროპის პირობებში ორმუზის სრუტეს ვერ დაეპატრონება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა სახელმწიფოები, ვერ გააკონტროლებენ და ირანისთვისაც და პირველ ყოვლისა ჩინეთისთვის და უპირველესად ჩინეთისთვის შესაძლოა რუსეთისთვისაც ეს იოლი ნადავლი იქნება, მეთქი ასე ვიტყვი, იქ ჩინური ინტერესები, განსაკუთრებით ჩინური ინტერესები რასაკვირველია გაატკეცდება. რეჟიმის ცვლილება უკვე მოვახდინეთ, ჩვენ დავამხეთ ერთი რეჟიმი, შემდეგ მეორე რეჟიმი, იგულისხმება მადუროს რეჟიმი, თუმცა ბოლომდე დამხობილი არ არის, თუ ვინმე იტყვის ამას, ისიც ამის თქვენის მართალი იქნება, მეორე რეჟიმი, ახლა გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ძალიან განსხვავებულია, ისინი ბევრად უფრო გონიერები არიან, ფიქრობ ნაკლებად რადიკალიზირებულები, თუმცა მე თუ ეს ინფორმაცია სწორია, როგორც ავრცელებს ერთ-ერთი მედია საშუალება,
მე არ მგონია თუ ეს ინფორმაცია სწორია, მე არ მინახავს დედანში გულახდილად გეტყვით ტრამპის ეს განცხადება აქედან გამომდინარე, ახლა ასე პირდაპირ ვერ ვთარგმნი, მე მაინც ვფიქრობ, რომ არ არის თლად ზუსტი შეფასება, რომ რადიკალიზირებული არ არის ის შერჩენილი ჯგუფი, რომელიც მოცემულ ეტაპზე აკონტროლებს ირანს. კიდე ბევრი რამის თქმენ შეიძლება, მაგალითად სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარას განცხადების გახსენებაც შეიძლება, აქვე უნდა ვთქვათ, რომ რეზა ფეხლევმა გააკეთა მორიგი განცხადება, აქვე უნდა ვთქვათ, რომ Wall Street Journal-ის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ცენტრალური სარდლობის ზონაში მესამე ავიამზით ჯორჯ W. Bush გზა გაგზავნის, რომელიც შეუერთდება რეგიონში უკვე მყოფ აბრაამ ლინკოლნს და ჯერალდ ფორდს, რომელიც ეგრა მაგის პასუხია გარკვეულწილად დააზიანებულია თქვა ჯერალდ ფორდი. ვაშინგტონმა შესაძლოა სამივე ავიამზიდის დამტყველი ჯგუფი რეგიონში უახლოესი თვეების განმავლობაშიც კი დატოვოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო კამპანია განსხვავდება ეხლა უკვე ისრაელისა და შეერთებული შტატების სამხედრო ამოცანები, რომ ვიცოდეთ მაინც კონკრეტულად ხსენებული ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვს სარაკეტო შესაძლებლობები ჩვენზე დასამუქრებლად, აი ეს სარაკეტო შესაძლებლობები, რომელზეც ყურადღებას ამახვილებდა მარკო რუბიო და ამავდროულად დასცენს, რომ ამ სარაკეტო შესაძლებლობებით აღარ შეუძლიათ საფრთხის შექმნა ჩვენი არსებობისათვის, ანუ ისრაელის არსებობა იგულისხმება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ბოლო და საბოლოო პოზიცია იყოს ისრაელისა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები საუკეთესოა, ბევრი ქვეყანა ითხოვს ჩვენს დახმარებას, მაგრამ ომის გაგრძელებაზეც პრინციპში ლაპარაკობს ნეთანიაჰუ ომის ან სამხედრო ოპერაციის გაგრძელების თაობაზე, თუ მაინც და მაინც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის პოზიციების დაახლოება, კიდევ ერთხელ დაახლოება არის აუცილებელი, რომ ვიცოდეთ ამის ამასობაში ბარემ ვიტყვი და ამით ავწუროთ ჩემი ეს ვიდეო ბლოგი. რუსეთი ისარგებლა ან ხელსაყრელი ვითარება ამისთვის, ის წინო ვერ მიიწევს უკრაინის ფრონტზე, ეს გასაგებია, მაგრამ ამავდროულად ის უკვე ლაპარაკობს იმაზე, რუსეთში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ შეიძლება სხვა მიმართულებებითაც დაიწყოს გარკვეული იერიშები რუსეთმა. გერმანული ავტორიტეტული გამოცემა ბილდი აქვეყნებს სიმულაციებს, ანუ გარკვეულ სცენარებს, მოდი ასე ვიტყვი, რომელთა თანახმადაც რუსებმა შესაძლოა სცადონ ლატვიისა და ლიეტუვის ნაწილის ოკუპაცია დაწყებიდან 10 დღეში ნატოს სრულფასოვან პასუხამდე, ოღონდ ნატო აქ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ნატოს ერთიანობის დემონსტრირება, ევროპელთა მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის პირველ ყოვლისა. ნატომ არ უჭერს ევროპა მხარს, მათ შორის ხსენებული ნეთანიაჰუს გამოც ეგრა მაგის პასუხია, იმიტომ რომ ევროპამ, რომელმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო დამნაშავედ ცნო, ბიბი ნეთანიაჰუ ახლა მასთან ერთად ერთ კოალიციაში ყოფნა მას არ ხიბლავს და ერთგვარად გონია ცალკეულ ბევრ ლიდერს სახელმწიფოს, რომ ეს არის ინდულგენცია, ეს იქნება ინდულგენცია ბიბი ნეთანიაჰუსი, ეს ადამიანური თუ ფსიქოლოგიური ან გეოპოლიტიკური ფაქტორიც არის, ამაზე ახლა არ ვისაუბრებთ. რატომ ცნეს სისხლის სამართლის საერთაშორისო დამნაშავედ ნეთანიაჰუ, გეცოდინებათ, ეს არის პალესტინაში იმდინარე ჰამასის წინააღმდეგ, პალესტინის წინააღმდეგ, მეთქი ასაც ვიტყოდი, მაგრამ ახლა არ მინდა რომ ამიტანი მემარცხენე განცხადებები გამომივიდეს, ამიტომ თავს შევიკავებ. მოკლედ ტერორიზმის წინააღმდეგ განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტები, რომელშიც ძალის დემონსტრირებაც კი არ იყო, ძალის გადამეტებაც არაერთხელ დაფიქსირდა ისრაელის მხრიდან. ამ ყველაფერში დამნაშავეა ბენიამინ ნეთანიაჰუ, ევროპელები ამბობდნენ ამას და საფუძველს მოკლებული ეს ყველაფერი რასაკვირველია არ იყო, მაგრამ და აქედან გამომდინარე ერთ კოალიციაში ყოფნა ნეთანიაჰუსთან ერთად არ უნდათ. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ამას? რუსეთი სარგებლობს ამ ყველაფრით და ვიდრე ნატო ერთიანი არ არის, შეიძლება მართლაც შეუტიოს ასე მაგალითად ესტონეთს, ლიეტვას, ლატვიას და შესაძლოა სხვა სახელმწიფოებსაც ამერიკელთა არ ყოფნა, გამოსვლა, წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ მაინც გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ან პასიურობა, გაბრაზების და პასიურობა ჩემი მოსაზრებით განაპირობებს იმას, რომ ამერიკელები, რომ ამ შემთხვევაში დაუცველი იქნება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთ ფლანგი, მართლა ბრიუსელი შეშფოთდება და აღშფოთდება და
არა უმეტეს და აი აქ კიდევ ერთი სიტყვა პრაქტიკულად და არა უმეტეს აქ უნდა გავიხსენოთ რასაკვირველია კიდევ ერთხელ საქართველოსთვის გამოწვევები მარკო რუბიო დაუკავშირდა ირაკლი კობახიძეს მას შემდეგ ირანის ელჩმა საქართველოში გააკეთა ის განცხადება რაზეც ვილაპარაკეთ პრინციპში და მე მგონია მაინც რომ ეს ყველაფერი არის ჩაწყობილი ანუ ირანის ელჩს პრინციპში მეორე დღესვე თუ იმავე წამს მოახსენეს იმის რაობაზე რა ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსგან ის არ ითხოვს სამხედრო ოპერაციაში ჩართვას ვის რაში სჭირდება საქართველოს ამ კონფლიქტში ითხოვს უბრალოდ ნათელ პოზიციას ყველასგან ითხოვს შეერთებული შტატები და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას ლოჯისტიკურ გარკვეულს და არაუმნიშვნელოვანეს არამედ გარკვეულ თუნდაც უწვრილეს საკითხებში ამ დეტალებში აღარ შევალ იმიტომ რომ პრინციპში ინფორმაციაც მწირი ამასთან დაკავშირებით ითხოვს ხარდაჭერას და მე მგონია რომ ჩაუკაკლეს რუბიო კობახიძის საუბრის შინაარსი ირანის შესაბამისად ირანის ალი ხამენეის ხელისუფლების ნარჩენებს და ამიტომაც მისცა თავისუფლება ელჩმა რომ გაეკეთებინა ის განცხადება რაც გააკეთა და დაგვემუქრა პრინციპში რომ გრძელვადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემებს შეუქმნის საქართველოს რომ იცოდეთ თუ პროამერიკულ ნაბიჯებს გადადგამთო და ბიზინა ივანიშვილი ახლა უკვე შეიარაღებულია ბჭყალებში იმ არგუმენტით რომ აი ჩვენ ომში არ გვინდა ჩვენ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობთ და ამერიკელებთან ურთიერთობის გადაწყვეტილება გვინდა მაგრამ ამერიკელები ირიბად ჩვენ მაინც ისეთ რამეს გთხოვენ რამაც შეიძლება გაზარდოს საფრთხეები საქართველოსთვის ამიტომ კი გვინდა ამერიკელებთან ურთიერთობის გადაწყვეტა მაგრამ გადაჭრა და დაწყება ხელახლა ახალი ფურცლიდან სუფთა ფურცლიდან მაგრამ ვერ დავყვებით, ვერ დავუჯერებთ, ვერ ავყვებით ახლა ამერიკელებს, იმიტომ რომ ჩვენ ამ რეგიონის ქვეყანა ვართ და ძირითადად მდგომარეობაში ემან არ აღმოჩნდეთ. აგე ირანის ელჩიც გვაფრთხილებს, ანუ ირანის ხელისუფლებას გვაფრთხილებს ამასთან დაკავშირებით, როგორც ეს ყველაფერი ბიზნეს ჩაწყობილი იყო, ესეც უნდა თქვათ, ხმამაღლა ადეკვატური მოთამაშე საქართველოს ვერ არის საერთაშორისო კონტექსტში. ახლა სწორედ პროამერიკული პოზიციის დაჭერა არის გარდაულა აუცილებელი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად იმისა ალიანსი იარსებებს თუ არა, სრულატლანტიკური ალიანსი ნატო, ამისგან დამოუკიდებლად შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ადეკვატური პოზიციის გამო რომელიღაც ეტაპზე გადაგვაფაროს საკუთარი კალთა და დაგვიცვას, რომ ვიცოდეთ. მაინც ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს ყველა იმ ადეკვატურ ქვეყანას, რომელიც მისი პარტნიორი იქნება მისთვის ამ არ მინდა თქვა ძნელბედობის ჯამს მეთქი, მაგრამ საინტერესო ეპოქაში კი ნამდვილად ორმუზის სრუტები დარწმუნებული ვარ განთავისუფლდება, ოღონდ ევროპელების ადეკვატურობა, ევროპელების სწორი თამაშიც გარდაულა აუცილებელია, თუმცა ამერიკელებს საკუთარი ძალებიც ეყოფათ იმისთვის, რომ თქვან ის, რაც სათქმელია გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია, დაველოდოთ ტრამპის დღეს გვიან რო გაკეთდება იმ განცხადებას, იმ მიმართვას, ის მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებას და დეტალურად განმარტავს რა მდგომარეობაშია ახლა ქვეყანაც და მსოფლიოც. ნახვამდის.